პირველ რიგში ალბათ უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვის თავისუფლება არის ადამიანის უზენაესი უფლება. ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოება და ცივილური სამყარო დგას ამ უფლებაზე. როცა გვაქვს ესეთი კონკრეტული მაგალითი, როცა პირდაპირ ებრძვიან სიტყვის თავისუფლებას და ყავს ის ადამიანები, რომლებიც ეწირებიან სიმართლეს და რეალურად არიან რეჟიმის პატიმრები, რატომაც ვეძახით მათ, ეს არის ადამიანის უფლების უზენაესი დარღვევა. ეს არის ანტიხუმანური ქმედება და ეს ცდება უკვე ერთი ქვეყნის პრობლემას, ეს არის უკვე საყოველთაო საზოგადოების პრობლემა და ზუსტადაც ამიტომ ამ მიზნითაც დაიწყო სანქცირება ქართველი მაღალ ჩინოსნების, მაგალითად ბრიტანეთმა, იმიტომ რომ ეს ქმედებები უკვე აღარ არის მარტო ჩვენი შიდა ქმედება. ზუსტად ამის გამო დაიწყო პროტესტი საზმაოსთან. საზმაოს პროტესტი არავითარ შემთხვევაში არ არის მოწყვეტილი საერთო ბრძოლას. პირიქით, ჩვენ თუ არ დავიცვავთ იმ ერთადერთ რეალურად, გარდა იმისა, რომ ჩვენთან არსებობს რამოდენიმე მხოლოდ მცირე ტელევიზია, საიდანაც შესაძლებელია, რომ ისმოდეს თავისუფალი, ობიექტური ინფორმაცია, სადაც ადამიანებს დროულად აწვდიან ამ ინფორმაციას. საზმაოს აქვს ეს პირდაპირი ფუნქცია ნაკისრი კანონმდებლობით, რომელიც მან უნდა შეასრულოს, რაც გულისხმობს, რომ რითიც აპელირებს დღესდღეობით საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა და ამბობენ, რომ ისინი თითქოს და ყველა მხარეს აშუქებენ, წარმოუდგენელია ის რაოდენობა იმ გაშუქების, რასაც ისინი უთმობენ რეალურად რეჟიმს და როგორ იქცნენ ისინი რეჟიმის რეალურ პროპაგანდისტულ არხად, რაც აბსოლუტურად ღია არის და ჩანს და ყველა საზოგადოება ხედავს ამას და რა პასუხისგებლობა ეკისრებათ მათ რეალურად იმ ადამიანების წინაშე, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ ეს შესაძლებლობა აქვთ, რომ ამ არხის საშუალებით გაიგონ ინფორმაცია პროცესებზე, რაც ხდება ქვეყნიდან და არა დამახინჯებული ფორმით, არა ვიღაცის მხარეს წარმოადგენდეს ეს არხი, როგორც ამ შემთხვევაში თვითგამოცხადებული ხელისუფლების, არამედ ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს. ამიტომ ეს არის მთლიანი პროტესტის რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ამიტომაც ითხოვს ადამიანის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, სხვადასხვა საზოგადოების წარმომადგენლები დგანან ფეხმოუცლელად საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, 2 თვის თავზე არის დაანონსებული ეს აქცია. ეს აქცია არანაირად ხშირად გვსმენია, რომ არსებობს თქვათ პროცესი, ძირითადი პროტესტი არის პარლამენტთან, მაგრამ როგორც ვხედავთ, იმდენად მძიმდება და იმდენად რთულდება ვითარება, რომ ეს კერები ფაქტობრივად არ ჩდება და ჩდება. ფაქტობრივად არ დარჩა ამ ქვეყანაში ის ადგილი, სადაც არ ვაპროტესტებთ. მაგრამ თუ არ გვექნება ის წყარო, უზენაესი ჩვენი უფლება, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, რეალურად სხვას არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. დემოკრატია, მთელი რეჟიმი დგას ამას. კი ბატონო, მე